დვალიშვილის და ნურმაგომედოვის დაპირისპირება, მიქაუტაძის მორიგი გოლი და კომენტარი შეხვედრის შემდეგ. ამ სიახლეების სანახავად უყურებ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ იმით, რომ უკვე ოფიციალურად ცნობილია თუ როდის და ვის წინააღმდეგ დაიცავს პირველად სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კამარს. ეს UFC 311-ზე მოხდება და ქართველის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი იქნება. ეს ბრძოლა ლოს-ანჯელესში 19 იანვარს გაიმართება. ამ ბრძოლამდე თვენახევრით ადრე კი ორგანიზაციამ ღონისძიებასთან დაკავშირებული პირველი პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც დვალიშვილი და ნურმაგომედოვიც ესწრებოდნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, ამ შეხვედრას სიტყვიერი დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. გთავაზობთ საუკეთესო მომენტებს, თუმცა ამ დაპირისპირების მოსმენამდე არ დაგეზაროს, დამითმე ზუსტად 2 წამი, დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე. კაია საკურა სადებიუტო ბრძოლაში კამარზე იბრძოლებს. ვის ადარდებს ის, თუ ვინ იმსახურებს და ვინ არა. პირველ რიგში კაცი უნდა იყო, უპირველეს ყოვლისა კაცი. კაცი უნდა იყო, კარგი მებრძოლი ხარ, მაგრამ კარგი კაციც უნდა იყო. მე კაცი ვარ. ნეხვის გროვა ხარ. გაიგე, ნეხვის გროვა. როგორც კაცმა, შენ ჩემი პატივისცემა დაკარგე. ნამდვილი კაცები არ ჭორაობენ. ყველას უთხარი, მე რა ვთქვი პირადად შენ შესახებ. მე მხოლოდ შენს საქციელზე ვსაუბრობდი. შენ ჩემგან გაქცევას ვცდილობდი, ჩემს სახელსაც არ ახსენებდი. ვინ ხარ საერთოდ? ვისთან იბრძოლე? შენ გეგონა რომ უკან მე-15 ადგილოსანთან ვიბრძოლებდი? მე ამ კამარზე ვიბრძოდი. ვაჩვენებ ვინ ვარ. მე კამარს წავიღებ და ეს შენ კარგად იცი. როგორ ბედავ რომ ამაზე ისაუბრო. როდესაც პიოტრ იანს მოუგე, მე პირველი გავხდი და შენ გამომიწვიე. არც კი მახსოვდა, ვიდეო ვნახე, ჩემთან გასახდელში შემოხვედი. ხელი ჩამომართვი და მოგება მომილოცე და მკითხე შენთან ბრძოლა მსურდა თუ არა. როდესაც მე პირველი ვიყავი და შენ მე-14. შენ იანს 50-ით 45 მოუგე. ვის აინტერესებს ეს რემატჩი? არავის ადარდებს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შენი დამარცხება შეუძლია, ვარ მე. აქტიური უნდა იყო, აქტიური. შენ წელიწადში ერთხელ იბრძვი. შენ არ ხარ ის, ვინც სატიტულო ბრძოლაში მეტოქეს არჩევს. შენ მებრძოლი ხარ და UFC-ს არ ფლობ. გაერთე, რადგან მათ შენ საჩუქარი მოგცეს და მადლობელი იყავი. აიღე. და პირველ რიგში კაცი უნდა იყო, თავმდაბალი. შენ ეს გაჩუქეს და ეს ყველა მიცის. მინდა ვიცოდე რა იყო შენთვის შეურაცხმყოფელი. შენ ჩემპიონი ხარ და ყველას შენთან სურს ბრძოლა. სამიზნე შენ ხარ, კამარი შენ გაქვს. თუ არ გსურს რომ ყველასთან იბრძოლო, მაშინ დათმე კამარი. მე შენ არ მადარდებ. მერაბ, მისმინე. პერსონალურად ნუმეხები. მე შენთვის ცუდი არასოდეს გამიკეთებია. მე შენ ყოველთვის პატივს გცემდი, მაგრამ პირველ რიგში კაცი უნდა იყო. გავარტყი კამარს, გავარტყი ფულს, გავარტყი ყველაფერს. პირველ რიგში კაცი უნდა იყო. არ მადარდებს კამარი, როგორც კაცი კაცს. მე შენთვის ცუდი არასდროს გამიკეთებია. კარგი, მასადებ თქვა. რა ვთქვი შენი ქვეყნის შესახებ? შენ სამშობლოზე, პირადად შენზე. არაფერი. მე უბრალოდ ვთქვი რომ თავს მარიდებდი. გონი დაგავიწყდა ინტერნეტში რასაც წერდი. ყველაფერს იმაზე რომ თავს მარიდებდი. მხოლოდ ამაზე ვსაუბრობდი. შენ ამბობდი რომ მე არ ვიმსახურებდი ბრძოლას. ყველაფერს რასაც წერდი, ტყუილია. შენ მატყუ არა ხარ. შენ ჩემი პატივისცემა დაკარგე. დაამტკიცე. რა დავამტკიცო? დაამტკიცე რაც ვთქვი. როდესაც რაღაცას ამბობ, სიმართლე უნდა იყოს. შენ ამბობდი რომ თავს გარიდებდი, მაგრამ მე ვთქვი რომ თანახმავარ და შენთან თებერვალში ან მარტში ვიბრძოლებდი. ეს მხოლოდ სიტყვები იყო. შენ ბოლო ბრძოლის შემდეგ უმარზე გკითხეს. მაგრამ უპასუხე რომ დანა უაითის მადლიერი იყავი. არ მინდა რომ პოპულარული გაგხადო. რატომ უნდა ვისაუბრო შენ შესახებ და გაგაპიარო, ვინ ხარ? მერაბ UFC-ს ამ ბრძოლის ჩატარება სურდა და კითხეს კიდეც. ხო და გვაქვს კიდეც ეს ბრძოლა. მოკეტე და მადლიერი იყავი. უმარ, შენ და ისლამს ბევრი საერთო მოგონება გაქვთ. რომელია საუკეთესო მომენტი მათ შორის? საუკეთესო მომენტი იქნება, როდესაც ერთ ღამეს ორივე ჩავატარებთ სატიტულო ბრძოლას. და ჯაკუზზე რა სიტყვი? შეგიძლია შემოგვიერთდე. მე იქ არ ვიყავი. შენ ბრძოლაზე ისაუბრე, სხვა თემაზე ნუ საუბრობ. არ მადარდებს ეს საჩუქარია თუ არა. მე მინდა ჩემპიონი გავხდე და ოცნება ამიხდეს.
როდესაც UFC-მ შენთან ბრძოლის შესახებ მკითხა, მე ვუპასუხე, ვიბრძოლებდი თებერვალში ან მარტში და შენ დაიწყე, რომ თითქოს მე ბრძოლა არ მსურდა და ასე შემდეგ. როდესაც პიოტრ იანმა მოიგო, სათვალით და მასწავლებლის ტანსაცმლით გაკვეთილი ჩაატარე, სადაც ხსნიდი როგორ იმსახურებდა ის ჩემზე მეტად ბრძოლას. იმიტომ რომ ის აქტიურია, მან ფიგიერედო დაამარცხა, რომელიც მესამე ადგილზე იყო. გასაგებია მერაბ, მე ნებისმიერთან ბრძოლას ვითხოვდი, კითხე UFC-ს. ის ძალიან კარგად გამოიყურებოდა, უყურე მის ბრძოლას. იგი ძალიან მაგარი იყო, ნამდვილ კილერს გავდა, ამიტომაც მსურდა მასთან ბრძოლა. ჩვენ ხომ ვნახეთ კამარუ უსმანისა და ლეონ ედვარდსის რემატჩი. ისიც ვნახეთ რა მოხდა. უსმანმა რემატჩი წააგო. მინდა რომ საუკეთესო გამოწვევები მივიღო. ვინ არის შენთვის ახლა ყველაზე დიდი გამოწვევა? პიოტრ იანი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ასევე შონომალი. შენ კი შეგიძლია რიგში ჩადგე, მაგრამ შემდეგი შენ ხარ. შენ ორივე უკვე დაამარცხე მერაბ, უკვე დაამარცხე. ანუ გამოდის რომ დიდი ხანია აქ ვარ და პატივისცემას ვიმსახურებ. მე ყველა დავამარცხე, შენ ვის მოუგე. ჯერ ჩემთან არ მოგიგია, ამიტომაც ვარ აქ. ამ დაძაბული პრესკონფერენციის შემდეგ სატიტულო შეხვედრების მონაწილეებს შორის ტრადიციული პირისპირ დგომიც გაიმართა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ UFC 311 19 იანვარს გაიმართება. აქვე დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში ამ ბრძოლასთან დაკავშირებით. ახლა კი მოკლედ ფეხბურთი და საფრანგეთის ლიგა 1, სადაც გიორგი მიქაუტაძემ მორიგის შესანიშნავი გოლი გაიტანა. შეხვედრაში, სადაც ლიონი ანჟერს ესტუმრა და 3-0 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 68 წუთზე შევიდა და მალევე ეფექტური გოლიც გაიტანა. ეს გიორგის მეხუთე გოლია ლიონის ბოლო 8 შეხვედრაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველს მცირე სათამაშო დრო ეძლევა. ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი ფორვარდი კარგ ფორმაში შედის. ახლა კი გთავაზობთ გიორგის კომენტარს შეხვედრის შემდეგ. როდესაც ბურთი მივიღე, ვიცოდი რაც უნდა გამაკეთებინა. ცრუ მოძრაობას მივმართე და ფეხბურთელები ჩამოვიტოვე. ვიცოდი რომ კარში ძლიერად უნდა დამერტყა და ასეც მოვიქეცი. ბედნიერი ვარ, რადგან გოლების გატანა დავიწყე. ახლა უფრო მეტად კონკურენტ უნარიანი ვარ. მიყვარს ფეხბურთის თამაში, მიყვარს გოლების გატანა და მშობლების გახარება. ბედნიერი ვარ, რომ კარგ ფორმას ვუბრუნდები. მინდა გაცილებით მეტ შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა, თუმცა გადაწყვეტილება მწვრთნელმა უნდა მიიღოს. როდესაც რამე არ გამომდის, ამის გამოსაწორებლად ბევრს მუშაობ. მე უკვე კარგად ვიცნობ მწვრთნელს და თანაგუნდელებს. ახლა ყველაფერი გაცილებით მარტივია. ასეთი გამარჯვება უნდა გავიმეოროთ და სატურნირო ცხელში რაც შეიძლება მაღლა ავიდეთ. შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ლიონს 25 ქულა დაუკროვდა და სატურნირო ცხელში მეხუთე ადგილზე იმყოფება. ლიონი მომდევნო შეხვედრას ევროპა ლიგაზე 13 დეკემბერს აინტრახტის წინააღმდეგ გამართავს. ბოლოს, თუ მოგეწონა ვიდეო, დალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი სიახლე. და ეს არის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.